საქართველოს მომავალს, კარგავს ყველაფერს, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ქართულ ხალხს მოგვითხრობს. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ანტისახელმწიფოებრივი სისტემა, სადაც რაც უფრო ხდება და ღარიბდება მოქალაქე, მით უფრო მზრდება და ძლიერდება თვითონება. ამისთვის იგონებს ის არაარსებულ წვეთს, რომელიც შევამჩნიოთ ნამდვილი ძელი, რომელიც თვალწინ ამ ქვეყანას მიხედავთ მომავალს აღწევს. ყველაფერს კარგად ხედავთ და ვიაზრებთ. ყოველდღე საქართველოს მოქალაქეები მძინებენ უფრო სახიფათო, უფრო არასტაბილურ, უფრო ქაოტურ, უფრო ღარიბ, უფრო დაუცველ და უფრო უსამართლო სახელმწიფოში. გულმანიშვილი შეძლებს ქართული სახელმწიფოს სრულად იმიტაციებას და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის განყოფას, ხალხი ამ ქვეყნის მისწერად იწება. თუმცა არსებობს მეორე გზა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეები შეუძლიათ ძალუქრება დავიწყოს, რომელთაც კორუფციას, ტერორს და განუკუთრებულობას ჩაანაცვლებს სამართლიანობა, ერთობა და მშვიდობა. ქართველებს საკუთარ ქვეყანაში დაედგომებათ, რადგან ეს ქვეყანა ისევ მათი იქნება. და ამას მივახტევთ მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით, წინააღმდეგობის ორგანიზებით და ამ მისული კრიმინალური მოღალატეობრივი რეჟიმის სრული იზოლაციით. ეს არის ერთადერთი გზა, რომელთაც რეჟიმი დასუსტება. საქართველოს მოქალაქეები კი გაძლიერდება. რაც უკვე ორგანიზებული და შეფრთხილებული იქნება ხალხი, მით უფრო დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნებიან ისინი. 19 ივლისის აქციამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პირობობს წარმატების და ამ ქვეყნის საძირკველი და რეფორმირების გარეშე პროტესტი არ დასრულდება. რომ მას ვერ დაასრულებს სუსტი, ვერ დაასრულებს სიცხე, ვერ დაასრულებს რეპრესიები და ტერორი, მას მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს, რომელიც ქართული სახელმწიფოს პიროვნების ღირსების სამსახურში დააბრუნებს. ამიტომ დარეგისტრირდი და გააძლიერე წინააღმდეგობა, თუ მზად ხარ, რომ ამ ცვლილების ნაწილი გახდე. გამარჯობა, თქვენ ახლა უსმენდით 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას. პარლამენტთან კვლავ შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ერთიანად აცხადებენ და უცხადებენ ბოიკოტს თვითმმართველობის არჩევნებს. მე დროებით და გამშვიდობებით პროტესტი რუსთავის გამზირზე, როგორც ხედავთ, კვლავ მიმდინარეობს. გადაკეტილი არის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დღეს იყო გიორგი ახობაძის ერთ-ერთი საბოლოო პროცესი, სადაც მოვიცნეთ მის დასკვნითი სიტყვა. განაჩენს კი 28 ივლისს 10 საათზე მოვისმენთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. მე დროებით და გამშვიდობებით ნახვამდის